დიდი ხნის წინათ საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა ორი ძმა. ერთ-ერთს ფილოთეოზი ერქვა. ეს ბერძნული სახელია და ნიშნავს მიყვარს ღმერთი. იმ დროს ქრისტიანებს დამპყრობლები განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ. შვილებს რომ შეაგვიანდათ, შეშინებულმა დედამ მათი ძებნა დაიწყო. ჩემი შვილები. ბავშვებო! ფილოთეოზ! ბავშვებო! ხალხი ისე იყო შეჩვეული ბავშვებისა და მოზარდების დაკარგვას, რომ აცრემლებული დედა ვერაფრით არ უგეშეს. ევდოკია რა სიზავ, ასეთი დრო დაგვიდგა. ან მოიტაცეს, ან კიდევ არა, ჩემო მეზობლებო, არა. ჩემი შვილები დედა ღვთისმშობელს შევავედრე. ის დაიფარავს. ისიც ხომ დედაა. აცრემლებულმა დედამ გულმხურვალედ შეავედრა ღვთისმშობელს შვილები. დაიფარე ჩემი შვილები, დედაო ღვთისაო. არიდე ბოროტი. იხსენი და მიცოცხლე ისინი. გევედრები ღვთისმშობელო. ძმები კი ამ დროს ბნელი საპყრობილის კუთხეში მიკუნჭულიყვნენ. ტირილით დაღლილებს ჩასძინებოდათ. დედიკო! ნუ გეშინია ჩემო საყვარელო. აბა შენი ძამიკო გააღვიძე და უკან გამომყევით. გაიღვიძე! ჩქარა ადექი, ჩვენი დედიკო აქ არის. დედიკო, ჩუმად, თორემ ვერ გავალთ. დედიკომ მითხრა გამომყევითო. ძმები ფეხაკრებით გახვნენ წინ მიმავალ დედას. მათ თითქმის მთელი ღამე იარეს და ბოლოს ერთ მონასტერს მიადგნენ. ეს იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. ბავშვებო, გამომყევით. ძმები მონასტერში მორჩილებად მიიღეს და ისინი დაუღალავად შრომობდნენ. რამდენიმე წელმა განულოდა ორივე ძმა ბერად აღიკვეცა. ძმები ხშირად იხსენებდნენ იმ საოცარ ღამეს. ნეტავი საწავიდა ჩვენი დედიკო. ალბათ ისევ მოვა. იმ საპყრობილეში შემოაღწია და აქ როგორ ვერ მოვა. მაგრამ ძმებმა არ იცოდნენ, რომ ხსნელი მათი დედა კი არ იყო, არამედ თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ევდოკია მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა თავის შვილებს. ღვთის საკვირველი განგებულებით ის იმავე ქალაქში ჩავიდა და იქვე დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. სულ ცოტა ხანში ევდოკია სხვა მონაზვნებთან ერთად მამათა მონასტერში მივიდა დიდ დღესასწაულზე დასასრებად. დაინახა თუ არა ძმები, მაშინვე იცნო ისინი და გახარებულმა გულში ჩაიკრა. აქ საიდან მოხვდით, შვილებო? სად აღარ გეძებდით და თურმე აქ ყოფილხართ? აი ხომ გეუბნებოდი მოვა მეთქი. დედა, სად იყავი აქამდე? გამოგვიყვანე და წახვედი. თან რატომ არ წაგვიყვანე? რას ამბობ, შვილო? აქ იკითხარით, სულ გეძებდით მეთქი. და უცებ ევდოკია ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ მისი მხურვალე ლოცვა ვედრება დედა ღვთისმშობელმა იმ დღესო შეისმინა. დიდება უფალს, მადლობა ღმერთს, მადლობა ყოველთა დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მარადის ქალწულ მარიამს. იგი ყოველთვის ისმენს აცრემლებული დედის გულიდან ამოხეთქილ ლოცვას. ასე მადლობდა ევდოკია უფალს და ღვთისმშობელს.
ფილოთეოზიც თავის ძმასთან ერთად მუხლმოყრილი ჩურჩულებდა სამადლობელ ლოცვას. დედისა და შვილების ეს უდიდესი სიხარული მონასტრის მთელმა ძმობამ გაიზიარა. ყველა ერთად ადიდებდა ღმერთს. ფილოთეოზი ათენის წმინდა მთაზე დაემკვიდრა და იქ სრულ მდუმარებაში ცხოვრობდა. იგი სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხეს.